თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგსა და მოსწავლეებთან ერთად ჭიათურას ესტუმრა. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი კოლხურის სურო იყო. ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როცა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლემ გეოგრაფიის პედაგოგთან ერთად თემა სახელწოდებით კოლხურის სურო საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაიტანა და გაიმარჯვა კიდეც. Am თემით ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დავინტერესდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით ჩვენ ამ ხეობაში ძალიან ბევრჯერ მოგვიწია ვიზიტი და ერთ-ერთი ვიზიტის დროს ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე დაინტერესდა ამ თემით სუროზე, კონკრეტულად მდინარე ყვირილას ხეობაში სუროს როლზე და სუროს მნიშვნელობაზე, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაზე. ეს თემა შემდგომ იქნა ინეპოს კონფერენციაზე გატანილი და საუკეთესო ნომინაციაში იქნა წარდგენილი და გაიმარჯვა. ამ თემის გაგრძელებით დაინტერესდა სკოლა და ჩვენ ამ სკოლასთან მჭიდროდ თანამშრომლობთ და გადავწყვიტეთ დღეს ექსპედიცია ამ ხეობაში ზოგადად გვესაუბრა სუროს მნიშვნელობაზე, სუროს როლზე ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებისთვის. ჩვენი პროექტის მთავარი არსი მდგომარეობს ქვათაცვენის პრობლემებში და მისი გადაჭრის გზად ჩვენ ავირჩიეთ კოლხურის სურო, რომელიც ფრაგმენტულად გავრცელებულია ქალაქ ჭიათურაში და სწორედ ამიტომ ჩამოვედით დღეს ჩვენ აქ. იძლება გავავრცელოთ სურო კონკრეტულად იმ ადგილებში, სადაც არის ეს ქვათაცვენის პრობლემები და განსაკუთრებით ხელს უშლის სატრანსპორტო არტერიებს დასახლებულ პუნქტებს და მოხსნათ ეს პრობლემა გარდა იმისა, რომ მოხსნის ქვათაცვენის პრობლემას შეუწყობს ქალაქის ჟანგბადით მომარაგებას, რაც პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქალაქისათვის, ესთეტიურად გახდის უფრო ლამაზ. გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით ჭიათურაში კოლხურის სურო მრავლად იყო გავრცელებული, თუმცა დღეს მხოლოდ 10%-ია შემორჩენილი. საპილოტე დაზვერვითი ექსპედიციის წევრები პირველად მდინარე ყვირილას ხეობას, სოფელ ითხვისის მიმდებარე ტერიტორიას ესტუმრნენ და კლდეზე გაშენებული განადგურების პირას მყოფი სურო დაათვალიერეს. ჩვენმა ექსპედიციის წევრებმა ნახეს თუ როგორ შეიძლება სურომ შეინარჩუნოს ბუნებრივ პირობებში ფერდობი და როგორ შეიძლება გაჩეხვის განადგურების შემთხვევაში დაიწყოს ქვათაცვენა და სხვა პროცესები. ისტორიულად ჭიათურაში ყველაზე მეტი რაოდენობით იყო სურო გაშენებული, რაც ესე იგი აკავებდა ფერდობებს, მაგრამ ესე იგი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების შედეგად ესე იგი დაზიანდა სურო, შესაბამისად მოხდა ამ ფერდობების ჩამოსვლა და შესაბამისად სუროებიც გაიჩეხა. ესე იგი ჩვენი პროექტის მიზანია, რომ ესე იგი აღვადგინოთ ეს მცენარეები, გავაშენოთ ფერდობებზე და ჩავართოთ საქართველოს მოსახლეობა ამ პროექტის განხორციელებაში. კლდოვანი ქანების კარგად დაცვა და შენარჩუნება ეს სუროს თვისებაა, აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა და ექსპედიციის წევრები სოფელ სარეკში წაიყვანა, იქ სადაც აკაკი წერეთლის სახელობის მღვიმეა. ეს ვისი ფესვთა სისტემა თუ თლიანად ეს აი ამ პატარა კონკრეტულ კლდეს აწავებს. ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო, მაგალითად პირველად ვარ დღეს ჭიათურაში, გავეცანით ამ ქალაქს, რომელსაც ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა და თვითონაც ძალიან ლამაზია. ანუ ჭიათურაში იმისთვის ჩამოვედით, რომ სწორედ ხელსაყრელი პირობებია, სადაც შეიძლება სურო გაიზარდოს და თანაც ხვდებით ქვათაცვენის პრობლემებს. თსეუს ასისტენტ პროფესორის განცხადებით ეს მღვიმე სწორედ სუროებმა აღმოაჩენინეს. ზუსტად ამ კოლხურის სუროს არსებობის გამო ამ მიკროტერიტორიაზე ჩვენ გაგვიჩნდა იმედი იმისა, რომ შიგნით იქნებოდა კარსტული სიცარიელე, თავდაპირველად იყო ეკალბარდები, საკმაოდ რთული შესასვლელი იყო, შემდგომ შევედით სიღრმეში და უკვე კარსტული ღვიმისთვის დამახასიათებელი ყველა ფორმები ნახეთ. აქ შესაძლებელია ეს ნიადაგი, ეს ყველაფერი ხელსაყრელია იმისთვის, რომ სურო აქ აღმოცენდეს, აქაც არის განვითარებული, აქ ძალიან ბევრია და შესაძლებელია ჩვენ ზუსტად ეს ავიღოთ საცდელ პოლიგონად პირველ ეტაპზე. სუროთი დაფარული ეს ხეივანი გაცილებით უფრო მიზიდველი იქნება ვიზიტორებისთვის. ექსპედიციის წევრები წმინდა ეკატერინეს სახელობის მღვიმევის დედათა მონასტერს ესტუმრნენ. გიორგი დვალაშვილის განცხადებით მონასტერი სუროსაგან იყო დაფარული, რაც მას მტრის შემოსევებისგან იცავდა.
მოვისმინეთ ისტორია მღვერის მონასტრის შესახებ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ აი სასწაულად ლამაზია, ანუ ესეთი ადგილი და ჯერ ერთი მდგომარეობა არ მინახავს, რომ მონასტერი გამოკვეთილი იყოს ღვინოში და შემდეგ თურმე სწორედ სუროს დამსახურება, რომ დღემდე მოაღწია ამ მონასტერმა. ანუ ასეთი ისტორია მოვისმინეთ, რომ თემურლენგის შემოსევების დროს ეს მთლიანი ფერდობი დაფარული იყო სუროთი და სწორედ ამის წყალობით ვერ შემუჩნევია მტერს ეს მონასტერი და გადარჩენილ როგორც ბერმოაზნები ისე მონასტერი ისე აქ მაცხოვრებელი ხალხი. მოგვიანებით შეხვედრა გაიმართა ითხვისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. საუბარი შეეხო მათ პროექტში ჩართვას და სუროს კულტურის დაცვა, შენარჩუნებაში თანამშრომლობას. ჩვენ ვთვლით მარტო პარაზიტად სუროს, მაგრამ არ ყოფილა ასე. და შეძლებია კლეების გამაგრებას და ესთეტიკურ სილამაზეს აქვს და იმედია რომ ეს გაგრძელდება თანამშრომლობა და სურვებს გავახარებს ჩვენ სოფელში. სუროს თესლი შეგროვება და გვევალა მაგალითად რომ შემდეგ დავარგოთ და გავაბრალდოთ. თესეუს ასისტენტ პროფესორი და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლები ჭიათურაში ქვათაცვენის პრობლემების გადაჭრისთვის სურვების გაშენებას გეკმავენ. სუროს თემასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ, გვაქვს თეორიულად შეფასებული, ასევე პრაქტიკულადაც განახორციელეთ და აქამდე არ მოხდა რომ აი ჭიათურის ხელმძღვანელობა ამ თემით არ დაინტერესებულა, მე ეს მინდა სამწუხაროდ აღნიშნა და ამ შემთხვევაში მოხდა დაინტერესება, ხარდაჭერაც იქნება როგორც გვირდება ბატონი სურხანი და ჭიათურა თავის რელიეფიდან გამომდინარე ქვათაცვენის რისკები ძალიან დიდია, შესაბამისად ხსენებათ რომ გარკვეული სამუშაოები ქვათაცვენასთან დაკავშირებით განხორციელდა, მაგრამ შესაბამისად მე ვფიქრობ რომ მისი ეფექტურობა უფრო ნაკლები იქნება ვიდრე სუროს განაშენიანება შემთხვევაში და შესაბამისად ეს მართლაც კარგი იქნება, შეავსებს რისკებს მაქსიმალურად და შესაბამისად ესე რომ ვთქვათ გამწვანების კუთხიდან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩავერთვებით ამ კუთხით, რომ ეს რეალურად მოიყვანოს სისრულეში და დემირელის სკოლა იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინიციატორი ამის, ვინც დაუშვათ ამის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული, ხარში დაუდგებით ჩვენს და ეს მართლაც კარგი იქნება, ვფიქრობ ჩვენი ქალაქისთვის. დღის ბოლოს ექსპედიციის წევრებმა ჭიათურა დატოვეს.